კასტელ ჯორჯიაში ლიმონათის მოყვარული ბავშვების უამრავი წერილი მოდის. და აინტერესებთ, თუ როგორ და სად მზადდება მათი საყვარელი ლიმონათი. კომპანიამ კი გადაწყვიტა ბავშვებს გული არ დაწყვიტოს და ამოგზაუროს ლიმონათის სამყაროში. ახლა ჩვენ მივდივართ 153 საჯარო სკოლაში. ბავშვები უნდა გავახალოთ. მოვედით. 153 საშუალო სკოლა. ბავშვები უკვე გველოდებიან, თუმცა ის რომ ქარხანაში უნდა წავიყვანო და ვაჩვენო თუ როგორ მზადდება მათი საყვარელი ლიმონათი, ეს სიურპრიზია. მოკლედ, ყველაფერს თავად ნახავთ. წავიდეთ. გამარჯობა. ცოტა ხანში ზარით დაირეკება და სასწავლო პროცესის დასრულება. გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო, გამარჯობა ძვირფასო მასწავლებელო. ზარი კი დაირეკა, მაგრამ ცოტა ხანი ხო შეიძლება რომ არ დაიშალო, რადგან სიურპრიზია, რომელსაც ეხლა გავაჟღერებ. აბა გოგოებო და ბიჭებო, ვის უყვარს ლიმონათი? ძვირფასო მასწავლებელი, თქვენს? აბა ლიმონათის გარეშე როგორ იქნება? მოემზადეთ ბავშვებო, წინ ჩვენ საინტერესო მოგზაურობა გველის. უნდა გაგანდოთ ზანდუკელი ლიმონათის მომზადების საიდუმლოება. აბა, რაღა დაგვრჩენია? წავედით. აბა, გოგოებო და ბიჭებო, ყველა აქ არის? თუ იმი არ არის აწიოს ხელი. მოდი, წავედით. ჯერ გოგოებს, როგორ ეჩქარება? ერთი სული მაგ როდის დავლევ ჩემს საყვარელ ზანდუკელის ლიმონადს. ვის აქვს? აწიოს. მე მიყვარს ყველაზე უფრო მსხლის, არა წარხუნის. ყველაფრის. წარხუნა და მსხალი. ლიმნის? წერა კლასში რო კითხვა დავს, იქ უნდა გავინეორო. ვის უყვარს ლიმონათი? ხო და ნახეთ რა მადის აღუძვრელად გამოიყურება და რამდენი სახეობა აქვს? შეხედეთ. სულო და გულო. აი, რა სურვილი არ დაკმაყოფილდება. ესე იგი, მე-17 საუკუნეში ლიმონათი ეწოდებოდა სასმელს, რომელიც მზადდებოდა ლიმონის წვენისა და ლიმონის ნაყენისგან. სწორედ აქედან წარმოიშვა მისი სახელიც. ლიმონედ, რაც ლიმონიზირებულს ნიშნავს. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ის თუ იცით, სად მზადდება თქვენი საყვარელი ლიმონადი? სად და კასტელ ჯორჯიაში. და ახლა სწორედ იქ მივდივართ. როგორც ხედავთ, ჩვენ კასტელის ქარხანაში ვართ. ეხლა შიგნით შევალთ და ვნახავთ თუ როგორ მზადდება ჩვენი საყვარელი ლიმონათი. მე ეგ შესლა შეიძლება? დღეს ყველაფერი შეიძლება, რადგან ბასტი ბუბუ და კომპანია კასტელი თქვენ ყველა სურვილს გისრულებთ. აბა, წავედით. ზანდუკელის ლიმონადს საფუძვლად უდევს 1914 წელს პარიზში ქართველი ემიგრანტი ნიკო ზანდუკელის მიერ საყვარელი ქალის საპატივცემლად შექმნილი ლიმონათის საიდუმლო რეცეპტი. სწორედ ამ სასმელის წყალობით შეძლო ზანდუკელმა თავის რჩეულის გულის მონადირება.
მერე იქორწინა კიდეც მასზე. მიიღია. გამაგრილებელი სასმელი, რომელიც გამოირჩევა ცოცხალი ხილის მრავალფეროვანი გემოთი და თაობრუ დამხვევი არომატებით, მოწონებით სარგებლობს არა მარტო ჩვენში, არამედ უცხოელებშიც. ერთი წუთით გამელოდეთ ძალიან საინტერესო ადამიანი უნდა გაგაცნოთ, რომელმაც ჩვენი საყვარელი ლიმონადის ყველა საიდუმლო რეცეპტი იცის და თქვენთვის ყველაზე საინტერესო კითხვებსაც უპასუხებს. ეს ლიმონადები, რასაც ხედავთ, დადება თქვენთვის პირველ რიგში ჩვენს ხარხალში. აქ არის 8 სახეობის ლიმონადი. თქვენ შეგიძლიათ დაირჩიოთ, რომელიც გნებათ, რომელიც მოგწონთ გემოთი. და დავაგემოვნოთ. და მე შეკითხვებიც ექნებათ. აქ რა ძველი, ახალი, ხო წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ახალი ლიმონადები, ეს უფრო ნატურალურ არომატიზატორებზე დამზადებული, ეს 4 სახეობის ლიმონადი. ეს როგორ ყვავენ ერთად? ხო შეგვიძლია რომ დავაგემოვნოთ. ვის უნდა დააგემოვნოთ სხალი არის სხალი ეს იგი ლიდერობს მარწი ბანანი ეხლა არ ვნახოთ თვითონ პროცესი როგორ მზადდება? მაშინ გრძელდება ჩვენი ექსკურსია. ამ სამქროში ბახობიძია ხარშავს თქვენთვის ლიმონადს, მაგრამ ვიდრე მოვხარშავ, მანამდე ხდება ძალიან მაგარი გარეცხვა. პირველ რიგში ვიცავთ ძალიან დიდ სისუფთავეს. ნუ თქვენ არ გაწყენოთ. მე ვხარშავთ ლიმონადს. ლიმონადის ხარშვა სჭირდება სულ 5-6 საათი. რატომ შუშუნებს ლიმონადი? იმიტომ რომ გასვაძლევთ. რატომ არის ასეთი გემრიელი? აი ყველაზე საინტერესო მართლაც რატო არის ესეთი გემრიელი რომ ვერ მოწყდები? ეს ისეთი რთული შეკითხვა მომეც. ჩვენი მივადებით იმ საკითხს რაც უკვე საიდუმლოებასთან არის. როგორ ეძლევა ფერი ლიმონადს? უი რა საინტერესო. აი როგორ ფერადება? მარწყვი რა ფერია? მარწყვი არის ყვითელი. ორი წითელი. ფაფასავით არის ეს მარწყვი და ბანანიც ასევე პიურესავით არის. და ერევა ერთმანეთში და მე ემატება სიროფიანი წყალი, მე ვგაზავთ და აი ასე ვღებულობთ მაგ ლიმონადს. ლიმონადს, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. ქალბატონო ციალა, მე როგორც ხვდები, ჩვენ ახლა ზუსტად იმ ადგილზე ვართ, სადაც ის ჯადოქრობა ხდება, რასაც ზანდუკელის ლიმონადი ქვია. ხო მართალია? ხო, მაშინ გითხარით ახლა რა პროცესები უნდა გაიაროს, რომ საბოლოოდ მივიღოთ ის გემრიელი ზანდუკელის ლიმონადი. ეს არის სახარში ქვაბი, სადაც იხარშება ლიმონადი. ანუ პირველად იწყება წყალი, ვაცხელებთ იმ წყალს, მერე ვამატებთ შაქარს და ვღებულობთ შაქრიან ხსნარს. ანუ ლიმონადის ნედლეულია ერთ-ერთი. აქედან მერე გადმოდის ფილტრებში, შემდეგ გამაციებელში გაიფილტრება ეს შაქრიანი ხსნარი, ცივდება და გადადის აი იქით, სადაც ემატება აი ეს თქვენ რომ მოგწონთ იმ ლიმონადის კომპონენტები. მერე აქედან მიდის უკვე გაფილტრული, შერეული იმ თქვენ კაი გემოს ლიმონადები რო ღებულობთ ლიმონადებს, იმ კომპონენტებს ერევა და გადადის შემდეგ უკვე იქით გროვდება ეს ყველაფერი ერთად და აი იქ იგაზება. ამას სჭირდება 2-3 საათი და 6 საათში უკვე ლიმონადი მზად არის. მერე უკვე ჩამოწყდა და მიდის. ვა, ნახე. აქ რაღაცა საინტერესო ამბავია. ეს ბოთლია? ეხა გაიბერება და იქით გამოვა ბოთლი. ვა, რა საინტერესო. აქ ხდება ნამდვილი ჯადოქრობა. აი ეს პატარა შუშის ქილები, ნახეთ. შიგნით რო შედის, რაღაცა ჯადოქრობის საშუალებით გადაიქცევიან ბოთლებად.
ლიმონადმა თავისი განუმეორებელი გემოსწავლობით დიდი მოწონება დაიმსახურა და ფართო გავრცელება ჰპოვა. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, თანამედროვე მანქანა დანადგარები, პროფესიონალთა გუნდი, ხარისხის მუდმივი კონტროლი. აი რატომ არის თქვენთვის ასეთი საყვარელი ლიმონადის ზანდუკელი? საინტერესო დღის ბოლოს კასტელ ჯორჯიამ კიდევ ერთი სურპრიზი მოუწყო ჩვენს ბავშვებს. გემრიელი კერძები, რა თქმა უნდა, უგემრიელესი, განუმეორებელი ზანდუკელის ლიმონადის თანხლები. დავეთ! ექსკურსიის დასასრულს კასტელ ჯორჯიამ ბავშვები ლიმონადით დაასაჩუქრა და აქ დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ზანდუკელის ლიმონადის სამყაროში.